Assalamu alaikum. ძალიან დიდ შეცდომას უშვებს ბევრი ხალხი ხუტბის დროს, როცა იწყებს ლაპარაკს დავიწყმა კაცთან, ან პასუხობს ტელეფონზე, ან ურეკავს ვიღაცა ხუტბის დროს, როცა უკვე იმამი ავიდა მინბარზე და აკეთებს ხუტბას. ან ესალმება თავის მეგობარს, როცა ის შემოდის მეჩეთში. ეს არის ყველაფერი უარყოფს სუნნათს. ეს არის სუნნათის საწინააღმდეგო. შუამავლმა სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამმა თქვა, როცა თქვენგან ვინმე ხუტბის დროს, როცა იმამი აკეთებს ხუტბას, ეტყვით თავის მეგობარს გაჩუმდი, თქვენი ხუტბა არ იქნება ჩათვლილი, არანაირი მადლი არ გიქნებათ ხუტბის ჯუმის გან. ამიტომ აუცილებელია, როცა იმამი იტყვის ხუტბას, როგორც ადის მინბარზე და იწყებს ხუტბას, ამის მერე აუცილებელია მოусმინო იმამს. გინდი იცოდე ენა რომელზეც ლაპარაკობს, გინდა არ იცოდა, აუცილებელი მაინც უნდა მოусმინო. რომც ვიღაცა მოვიდეს შემოვიდეს მეჩეთში და გითხრა ასალამუ ალეიკუმ, არ უნდა უპასუხო. რომც ვიღაცა დააცემნოს და თქვა ალჰამდულილლა და გინდა თქვა იარჰამუკულლა, არ უნდა უთხრა. აუცილებელია მოусმინო იმამს. ლაპარაკი შეიძლება მხოლოდ იმ დროს, როცა მაგალითად იმამი რაღაც შენ კითხავს, ან იხსენეს შრომავალის სახელს, სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ, და აუცილებელია თქვა სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ. ამ შემთხვევაში ლაპარაკი შეიძლება. მაგრამ სხვა მომენტებში, ასევე ტელეფონში თამაში, ზოგი ხალხი როცა იტყება ჯუმა, ტელეფონში თამაშობს. თავის SMS WhatsApp-ში შედის, SMS-ებზე პასუხობს, ეს ყველაფერი არ შეიძლება. ამის გამო არანაირი მადლი არ ექნება ადამიანს. ამიტომ მეთხოვრო ჩემთვის და თქვენთვის ალლაჰისგან, რომ მიიღოს ჩვენი ჯუმა მადლი. სალამ ალეიკუმ.